გამარჯობა, დღეს ჩვენ ნახავთ აი ამ პოზიციას. ახლა შავებისა და როგორც ხედავთ, თეთრებმა მხედარი D7 ითამაშეს. დაიწვეს პაიკი. აქ შავებისა და ფრე უნდა დავასრულოთ. პატი, ყაიმი. ხო, შენ კი შეიძლება იფიქრო, ეტლი უკეთესია მხედარზე, მაგრამ როდესაც ბევრი პაიკი გყავს, თან მით უმეტეს ძალიან ახლოს არიან, რომ გააცოცხლონ ლაზიერი. აი, მაშინ უკვე ეტლი ძალიან სუსტია მხედრის წინააღმდეგ. როდესაც გამსვლელი პაიკი გყავს, ანუ გამსვლელი ნიშნავს იმას, ძალიან ახლოს რო არის, აი, თეთრების პაიკი რო აცდება მე-6 უჯრას, აი მაშინ გამსვლელი იქნება. შავების კიდე მე-3, მე-4 უჯრას. კაი, მოდი ამოვხსნათ. რა შეიძლება გავაკეთოთ აქ? ჩვენ შეიძლება ვფიქროთ, რომ აი ამ მეტლს გავწირავთო და მხედარი მოკლავს პატიაოს. არისო. არ იქნება პატი, რადგან ჩვენ თუ მოვკლავთ, არ არიან თეთრები ვალდებულები, რომ ეტლი მოკლან, ამიტომაც სხვა სულს გააკეთებენ, თუნდაც აი ამას. ნუ ეხავსო რა, ანუ ეს არ იმუშავებს. ხო, ამიტომაც მოდი ახლა ამოვხსნათ. სწორი სვლა რა არის? სწორი სვლა არის ეტლი H5. მეფე სად აქვს წასასვლელი? როგორც ხედავთ, აი აქ არის მეორე მეფე, აქ ეტლი არის, პაიკი ხელსუშლიან, ამიტომაც ეტლი უნდა მოკლან და შავების მეფეს თუ დააჭერ, ვერ წავა, პატი არის. პატი. კაი, დღესაც კიდე სულ ეს იყო, აუცილებლად არ დაგავიწყოთ ვიდეოს დელიქება და არხის გამოწერა. მე კი ამით დაგემშვიდობებით, ნახვამდის.